პროტესტი დღეს გაიმართება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. სამწუხაროდ რუსული რეჟიმის, რუსული ოცნების საფუძველი არის სწორედ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანტიკონსტიტუციური ქმედებები და ეს ქმედებები არის უმოქმედობა მათი დანაშაულებრივი, რომლის შედეგადაც გამოძიებული არ არის პოლიციის და ძალოვანი სტრუქტურების ძალადობა მოქალაქეებზე. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და მეორე ყველამ ვიცით ამ ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი სუკის ყველაზე ცუდ ტრადიციებში საბჭოთა კავშირის აგრძელებს მოქალაქეების მიმართ ტერორის გამოყენებას და იმის დაცვად, რომ იცავდეს საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას ოკუპანტებისგან, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე, დასდევს ოპოზიციას, დასდევს აქტივისტებს, გვისმენს ჩვენს და ამით არის დაკავებული და მათ შორის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტები არის დღეს სუსტი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვეთქვით მადლ ხედავთ და ვიცით, რომ ამ უწყებების რეფორმის გარეშე საქართველოში დემოკრატია ვერ იქნება და წესიერი არჩევნები ვერ გაიმართება. არჩევნები წესიერი გაიმართება, როცა ეს ორი უწყებაც გათავისუფლდება.